გამარჯობა გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მივესალმები სტუმრებს, დარჩით ჩვენთან. მე კი დღეს შემოგთავაზებთ ასეთ თემას, როგორ დასრულდება თქვენი ბრძოლა. რა თქმა უნდა, იქნება მინიშნებები, წინა ისტორია, ვის ებრძვით, რატო ებრძვით. თემა შემომთავაზა ტაროს დასტამ. აჩეხვის დროს დასტის, როცა გავემზადე, თავისით გადმომიხტა ცეცხლის ხუთიანი და თავისთავად გაშლის თემაც თვითონვე მომაწოდა, ესე იგი მნიშვნელოვანია ბევრისთვის. ასევე მოდით ვნახოთ შამანის ორაკულზე, ბოლოს რას გვეტყვის ამ ბრძოლის შესახებ, რამე მინიშნება და დავიწყოთ, ნახოთ. 7 ძალიან ბევრია. ბევრ ვარიანტს ვთავაზობენ, ძალიან ვრცელი გამოვა ვიდეო. ნუ აქ მზე გადმოვარდა უეჭველი რომ რომელიღაც თქვენგანისთვის და იმედია ყველა თქვენგანისთვის ბრძოლა დამთავრდება თქვენი გამარჯვებით. აქ შეიძლება იყოს რაიმე მიზნის მისაღწევად გაწეული შრომა, აქტიური მოქმედება, ამასაც შეგვიძლია ბრძოლა დავარქვათ, ასევე შეიძლება იყოს რაიმე კონფლიქტური სიტუაცია და მოდით ვნახოთ ორი ვარიანტი, რადგან მოგვიწევს გარჩევა. აქ ორი კარტი გადმომივარდა, იყოს მასე და დავიწყოთ წინა ისტორიით, რა ხდება დღეს თქვენს ცხოვრებაში, ანუ ვის ებრძვით, ესეთი სახით გავშალოთ, მინიშნებები ესე წავიკითხოთ. ვის ებრძვით და რატო ებრძვით, ან რისთვის იბრძვით, ეს იქნება წინა ისტორია და მე ვნახავთ როგორ დამთავრდება თქვენი ბრძოლა. ვცდილობ კარტები გამოვაჩინო. პენტაკლების 10-იანი და პენტაკლების ტუზი. ანუ თქვენ იბრძვით თქვენი ოჯახის კეთილდღეობისთვის შანსი გინდათ გამოიყენოთ, რომელიც მოგეცათ, როგორც ჩანს. ნახოთ, რას გვეტყვიან კიდე მინიშნებებში. ანუ აქ აქტიური მოქმედება დაწყებული, ჩემო კარგებო, და არის სიახლეები, რაც მთავარია. თქვენი ოჯახის კომფორტზეა ლაპარაკი, წყლის მეფე შეიძლება თავად თქვენ ბრძანდებით, ან თქვენი მეუღლე, თქვენი ოჯახის წევრი ნებისმიერი შეიძლება იყოს და რაღაც ახალ წამოწყებას შეუდექით, შანსი მოგეცათ, აქტიურად მოქმედებთ ამისთვის, ეს არის თქვენი მომავალი კეთილდღეობის საწყისი და თავისთავად რაკი ბრძოლაზეა ლაპარაკი, ესე ადვილად მისაღწევი არ არის, როგორც ჩანს ეს მიზანი და ძალიან ბევრ შრომას და ენერგიას დებთ. ეს შეიძლება იყოს ახალი ბიზნესი, შეიძლება იყოს ახალი სამსახური, თუ საკუთარი ბიზნესი არ არის ლაპარაკი, შეიძლება იყოს რატომღაც მოდის ესეთი ფრაზა მიწის შეძენა, როდესაც ეს ამ მიწაზე შემდგომი განვითარება დამოკიდებული, არ ვიცი, დაბანდება ქონების, შეიძლება რაღაცა ფერმერული საქმიანობის წამოწყება გინდათ, ბევრი რამე შეიძლება მოიაზრებოდეს ამაში, მაგრამ მნიშვნელოვანია მომავლისთვის, თქვენი კეთილდღეობისთვის არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი. და ვნახოთ, იბრძვით თუნდაც თქვათ სახლის შესაძენად. ვნახოთ როგორ დამთავრდება თქვენი ბრძოლა. ვნახოთ პროგნოზი ამ თემასთან დაკავშირებით. დიახ, ჩემო კარგებო, მართლაც ბრძოლა მოგიწევთ და სერიოზული ბრძოლა დასტის ძირი უკვე წარმატებით დასრულებაზე გველაპარაკება. რატომღაც მაჩვენებენ ესეთ სიტუაციას, რომ კონკრეტულ პიროვნებასთან გიწევთ წინააღმდეგობის გაწევა, ებრძვით ვიღაცას, შეიძლება კონკურენტია, შეიძლება წინააღმდეგია ვიღაც თქვენი ამ ახალი საქმიანობის წამოწყების, შესაძლებელია თვითონ რომელიმე ოჯახის წევრთან, უფროს თაობასთან, იმპერატორი, ამასაც მეგვანიშნებს, რომ არის პრობლემები ამ საქმიანობაში, არ გენდობათ, შიშობს, შეიძლება გონია რომ რისკავთ და ასე შემდეგ, ჩემო კარგებო, მაგრამ როგორც ჩანს, რაკი დასტის ძირზე უკვე ქონდა ცეცხლის როიანი, სრულების ასრულების კარტი, ეს ბრძოლა დიდი ალბათობით, დიახ, ჩემო კარგებო, თქვენი წარმატებით დასრულდება, მიდის ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, მაგრამ ერთი მაგრამ არის, რატომღაც
აი მიზნის მიღწევის შემდეგ თითქოს ინტერესს დაკარგავთ, რა თქმა უნდა, ყველა არა, ინტერესს დაკარგავს ზოგიერთი თქვენგანი იმ საკითხის მიმართ, რაც დღეს გაწუხებთ. აი ეს ბოლო პასუხი ყველასთვის შეიძლება არ რეზონირდეს, მაგრამ აი ეს მიღწევა უკვე სპორტულ ინტერესს რო გავს ჟინს, სპორტულ ჟინს რომ მაინდა-მაინც გინდათ თქვენი გაიტანოთ, მიაღწიოთ დასახულ მიზანს, მაგრამ რატომღაც მერე ინტერესი შეიძლება გაგიქრეთ, როგორც უკვე მიღწეული და ალბათ ახალ მიზანს დაისახავთ ცხოვრებაში. მაგრამ პასუხი რომ თქვენს მიზანს მიაღწევთ, ცოტა კიდევ გაგჭირდებათ ბრძოლა და აი როდესაც თითქოს იმედი გადაგეწურებასავით რომ აი რაღაცა არ გამოდის, რაღაც ისე არ მიდის როგორც თქვენ გინდათ, მაშინ დასრულდება ზუსტად ის საქმე თქვენი წარმატებით. მაგრამ კიდევ ერთხელ მიდასტურებს დასტა ჩემო კარგებო, რომ მიზანი ზოგიერთ თქვენგანს არასწორად გაქვთ დასახული და დაფიქრდით ღირს თუ არა ბრძოლად ის რის მიღწევასაც ცდილობთ და ამდენი ენერგიის დროის ხარჯვა შეიძლება ვიღაცების განაწყენებაც, მაგრამ რა ვიცი, აი ესეთი ის მოვიდა პასუხი, რომ ვიღაცები თქვენ შორის დაკარგავენ ინტერესს მიზნის მიღწევის შემდეგ. ნახოთ ორაკული რას გვეტყვის. და სხვათა შორის ორაკულიც ამას გვეუბნება, მიზანს მიაღწევთ, აქ უფრო მატერიალურ მხარეზეა ლაპარაკი და ცოტა უცნაურად მეჩვენება ორაკულის და ტაროს პასუხი, როდესაც მიღწეული მიზნის შემდეგ კარგავთ ინტერესს. თითქოს აი რა თმინდოდაო, აი რაღაცა ესეთი მოდის და ეს რა თქმა უნდა ყველასთვის ინდივიდუალური იქნება. მე თვითონ ახლა სიმართლე გითხრათ ცოტა შოკში ვარ, იმიტომ რომ ყველა ადამიანს უხარია მიღწეული მიზნის ხელში ჩაგდება. აი ეს რაც მიზანი ქონდა, რაც სურვილი ქონდა, სურვილების სასრულება ყველას უხარია, მაგრამ აი შემდგომ რაღაცნაირად ინტერესს კარგავთ და შამანის ორაკული გვირჩევს, რომ სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები. კარგად დაფიქრდეთ, სინამდვილეში გჭირდებათ ის რის მიღწევასაც ცდილობთ და რისთვისაც იბრძვით. დასაფიქრებელია ნამდვილად ეს სიტუაციაში თუ თქვათ ეჭვი შეგეპარებათ თქვენი მიზნისის სწორეში, შეგიძლიათ რა თქმა უნდა მიმართოთ პირად კონსულტაციას და გაგარკვევენ პროფესიონალები ამაში. ძალიან უცნაური პასუხი მივიღე. ნახოთ მეორე ვარიანტი. ვის ებრძვით, რას ებრძვით, ამოგვივიდა ხმლების 8-იანი, აი 6-იანი უпроსტოდ ბოდიშით. ხმლების 6-იანი აქ არის მიმართულების შეცვლა, სხვა ნაპირებისკენ გაცურვა, როგორც ტაროს კლასიკურ რაიდერ უაიტის დასტაზე ამბობენ. ორ სიტყვაში რომ იმას ვქნათ, ავხსნათ ეს კარტი. ზოგადად არის თქვათ შეხედულებების ცვლილება, ცხოვრებისეული სტილის შეცვლა, ურთიერთობების შეცვლა ადამიანებთან და ასე შემდეგ. ვნახოთ აბა რას გულისხმობს და ამისთვის იბრძვით, ცვლილებებისთვის იბრძვით. და ვნახოთ რას გვეტყვიან კიდე. ჩემო კარგებო, აქაც მატერიალური მხარე, მატერიალური სფერო მოდის თქვენი ცხოვრების, აქ კონკრეტულად სამსახურზეა ლაპარაკი, ვფიქრობ კარიერულ ზრდაზე არის ლაპარაკი ან პროფესიის ცვლილებაზე, მაგრამ არის მართლაც ესეთი კონკრეტიკა, აქ არის მატერიალური მხარე, რომელიც უკავშირდება საქმიანობას და იბრძვით ამისთვის, რომ შეცვალოთ თქვენი სამსახური, თქვენი სტატუსი კონკრეტულ თქვათ ფირმაში, შეცვალოთ თქვათ გაქვთ რაღაცა ბიზნესი და პროფილი შეცვალოთ, მაგრამ ეს ყველაფერი მოგიტანთ შემდგომში, აი როგორც თქვენ თვლით და ფიქრობთ, მოგიტანთ ძალიან სერიოზულ მატერიალურ წინსვლას და ფინანსურ კეთილდღეობას.
და როგორც ჩანს, ამისთვის საჭიროა დახმარება, ფინანსური ბაზაც შეიძლება საჭირო იყოს და ვიღაცის დახმარება გჭირდებოდეთ. თუ კი მართლა მიაღწევთ დასახულ მიზანს, თქვენი გაანგარიშებით ძალიან წარმატებული, შემდგარი, კარგი ბაზა უნდა გქონდეთ შემდგომში ბედნიერებისთვის, სიხარულისთვის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მომენტში თქვენთვის. და ზოგიერთი, არ ვიცი, ქალბატონზეა დამოკიდებული, თქვათ თქვენს უფროსზე, თქვენს შემდგომ პირზე. შეიძლება ვიღაცისთვის ოჯახის წევრი იყოს, უფროსი თაობა, დედა, ბებია, დეიდა, ასე შემდეგ, უფროსი და რომელიც თქვათ, რომელსაც აქვს შესაძლებლობა დაგეხმაროთ ფინანსურად აი ამ ახალი წამოწყებისთვის, თუ კი ახალი ბიზნესის გახსნაზეა, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი თქვენს ცხოვრებაში, თქვენი მომავალი კეთილდღეობისთვის. ნახოთ, რას გვეტყვის ტარო, როგორ დამთავრდება ეს თქვენი ბრძოლა. აქაც გვაჩვენებენ, რა თქმა უნდა, ბრძოლის კარტს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით კარგს ვერაფერს გეტყვით. მე მგონი ერთი მეორედან გამომდინარეა ეს ორი ვარიანტი, ძალიან გავს ერთმანეთს. რაღაც მომენტებით შეიძლება ვიღაცისთვის ერთი მთლიანი გაშლა გამოვიდეს, ვიღაცისთვის არა, მაგრამ აქ არის საქმე იმაში, რომ მიზანს, აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში და უახლოეს პერიოდში თქვენს დასახულ მიზანს ვერ აღწევთ. რაღაც მიზეზების გამო ჩაგეშლებათ ეს ყველაფერი და ინტერესსაც დაკარგავთ, მაგრამ ამას ძალიან მიიტანთ გულთან, ჩემოკარგებო, რადგან ყველაფერი როგორც ჩანს ხდება თქვენივე სასიკეთოდ, რადგან სრულიად ახალი, აი ახლა კონკრეტული მიზანი რაც გაქვთ, იმისგან განსხვავებული სრულიად ახალი მიმართულება გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ეხლა ფიქრობთ და გეგმავთ, იმაზე უფრო მეტად სარფიანი თქვენთვის და ძალიან დიდ გავლენას იქონიებს თქვენ შემდგომ ცხოვრებაზე, ჩემოკარგებო, რადგან თუ კი რაიმე პრობლემა გაგაჩნიათ და ზოგიერთ ალბათ სერიოზული პრობლემებიც აქვს ამ მხრივ, ფინანსების მხრივ, დასრულდება, საბოლოოდ დაესმევა წერტილი ამ პრობლემებს, მაგრამ თავარი ის არის, ყველაზე მთავარი ახლა აი ამ გაშლაში მეორე ვარიანტში ის არის, რომ გადიხართ რაღაც კარმულ ისტორიას. თუ კი არ გიმართლებთ საქმეებში, სამუშაოში, საერთოდ მატერიალურ სფეროში, როგორც ჩანს, პრობლემებია თქვენს ან წინა ინკარნაციიდან გამომდინარე, თქვენი ინკარნაციიდან გამომდინარე, ან ამ ცხოვრებაში, ამ ინკარნაციაში რაღაც არასწორი გაქვთ გაკეთებული, შესაძლებელია თქვენს წინაპრებს გქონდეთ რამე ესეთი დანაშაული ჩადენილი და ვიღაცის გამოისჯებოდეთ, მაგრამ როგორც ჩანს, თქვენ უკვე თავი გაართვით ამ კარმულ ისტორიას და ახლა მომავალში უნდა დამთავრდეს ეს მოჯადოებული წრე, რასაც ქვია, აი მუდმივად რაღაცების ცვლილებები, თითქოს იწყებთ რაღაცას არ გამოდის, დაიწყებთ რაღაც საქმეს არ გამოდის, მიდიხართ ახალ სამსახურში ცოტა ხანი და იშლება ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე, კარტებიდან გამომდინარე თავისთავად დასკვნა მოდის ისეთი, რომ გადიხართ კარმულ ისტორიას რაღაცას, ან თქვენი ნიშა ვერ იპოვეთ, თქვენი მისია ვერ იპოვეთ და ცოტა ხანში, აი როდესაც ეს გეგმები ჩაგეშლებათ, გავა რაღაც პერიოდი, არც თუ ისე დიდი პერიოდი და თქვენ დაადგებით უკვე სწორ გზას და მოიპოვებთ სიმშვიდეს, იქნებით კმაყოფილი, დაწყნარდებით და მიხვდებით, რომ იმ ადგილას ხართ, სადაც უნდა იყოთ და იმ საქმეს აკეთებთ, რასაც უნდა აკეთებდეთ. ძალიან მეგონა, რომ რაღაცა ისეთი ყოფითი ისინი გამოვიდო და ძალიან მარტივი საკითხები და პასუხებიც, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემთან ესე მარტივად არაფერი არ ხდება და გაცილებით ალბათ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციას გავცემ, ვიდრე აი ეს
რაღაცა ყოველდღიური ყოფითი საკითხებია ხოლმე. ნახოთ ორაკული რას გვეტყვის. ჭაობის სულიო გვეუბნება შამანის ორაკული და ჩრდილშიო სიბნელეში დამალური განძიო. ასე გვეუბნება შამანის ორაკული. როგორც ჩანს, ტარომაც იგივე პასუხი გაგვცა, რადგან კარმულ ისტორიას დავაკავშირეთ და თქვენ ცოტა ხანში უნდა აღმოაჩინოთ თქვენი საკუთარი მისია, თქვენი საკუთარი საქმე, სფერო, რაშიც შეძლებთ წარმატებული იყოთ და ამიტომ გეშლებათ ხელი ეს სამსახურებში, კარიერაში და ასე შემდეგ. ჩემო კარგებო, სხვათა შორის ესეთი მომენტი აქვთ ხშირად მაგებს, თანდაყოლილი ნიჭი ვისაც აქვს ბოროტებასთან ბრძოლის, ბნელძალებთან ბრძოლის, თუნდაც შავ მაგებსაც ვიტყვი, ვინც ამ ბნელი ენერგიით იბადება და ასეა განსაზღვრული, რომ უნდა ემსახუროს იმ ბნელძალებს, მაგრამ ამას ყოველთვის ჩვენ ვირჩევთ, რომელ გზაზე წავალთ, რამდენად ნებისყოფიანი ვართ, რამდენად უმკლავდებით პრობლემებს. ერთს ვიტყვი, რომ არ უნდა გაბოროტდეს ადამიანი, რომელიც განსაკუთრებული ნიჭით იბადება და უნდა ემსახუროს ნათელს. და სანამ აი ეს ადამიანი თავის გზას არ იპოვის, ძალიან ხშირია აი ესეთი პრობლემები მატერიალურ სფეროში სამსახურების მხრივ, იმიტომ რომ სამყარო მიგიყვანთ იქამდე, რომ გააკეთოთ ის, რა მისიითაც ხართ მოვლენილი დედამიწაზე. ზოგიერთი შემთხვევაში ასე შეიძლება იყოს. ყველასი არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგიერთი შემთხვევაში ასე შეიძლება იყოს და შამანის ორაკულმა ზუსტად ეს გითხრა, რომ აღმოაჩენთ თქვენში რაღაც დაფარულ ნიჭს, ანუ ჩრდილში ყოფი განძიო, როგორც გითხრა, აქ ფარულ ნიჭებზეა ლაპარაკი, შეიძლება რაღაც ტალანტი აღმოაჩინოთ, სულაც არ ეხებოდეს შეიძლება ეს მაგიურ თემებს, ეზოთერიკას, მაგრამ რაიმე სფეროში გამოიჩინოთ ისეთი ტალანტი, რაც აქამდე თქვენთვის უცხო იყო და ეს იქნება მომავალში თქვენი წარმატების გარანტია. ცოტა უცნაური გაშლა გამოგვივიდა, მაგრამ მე რასაც ვხედავ, იმას ვკითხულობ, მე არ ვაწყობ შოუს, არ მაქვს გამზადებული ტექსტები და მივყვები ხოლმე იმ ენერგიას, რასაც ჩემამდე მოაქვს ინფორმაცია. მომავალ შეხვედრამდე.